შიში ზოგადად არის ადამიანის თანდაყოლილი საბაზისო ემოცია, მისი ფუნქცია არის ჩვენი დაცვა და გადარჩენა. უხსოვარ დროში, როდესაც მაგალითად არ ვიცი, მამონტები მოგვსდევდნენ, შიში გვაფრთხილებდა, რომ უნდა გავქცეულიყავით, თორემ გავისრისებოდით. თანამედროვეობაში მამონტები აღარ დაგვსდევენ, მაგრამ ეს შიშები ტრანსფორმირდა თანამედროვე შიშებად. უსიყვარულობის, გარიყულობის, არასაკმარისად კარგობის, ზიზღის, დაცინვის, ბულინგის შიშად. ისეთი ჩამონათვალია, რომ ჩემი აზრით ხანდახან შეიძლება მამონტის გამოკიდებაც კი სჯობდეს ამ ყველაფრის განცდას და გადატანას. ფაქტი ის რა არის, რომ ის ძველი შიში ტრანსფორმირდა ახალ შიშად, მაგრამ ფუნქცია იმის, რომ ჩვენ დაგვიცვას და გადაგვარჩინოს, დარჩა იგივე. უბრალოდ პერფექციონიზმი და ფრიოდოსნის კომპლექსი ჩვენს დაცვას ცდილობს ძალიან უხეშად. ამ შიშის ძირეული ფესვები მოდის ჩვენი ბავშვობიდან, ისევე როგორც ყველა შიშის. ბავშვისთვის სიყვარული და მზრუნველობა არის არა რაღაცა ახირება და ჭირვეულობა, არამედ არის მისი ფიზიკური გადარჩენის აუცილებელი პირობა.